ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხს განიხილავდნენ დღეს კულტურის სამინისტროში შეხვედრას უწყების ხელმძღვანელთან ერთად საქართველოს სახალხო დამცველიც ესწრებოდა. მესამე წელია კულტურის სამინისტრო და სახალხო დამცველის აპარატი ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე ერთობლივად მუშაობს. ჩვენ გვინდა რომ უფრო კარგად ისეთ პროექტები დავაფინანსოთ, რომ უფრო კარგად გავიცნოთ კიდევ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა, ყველა ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენელმა ერთმანეთი და ყველაზე დიდი შიკრიკი შუამავალი აი ამ გაცნობის დროს არის კულტურა, ჩვენი სიმღერები, ჩვენი თეატრები, ჩვენი ეს ურთიერთობა, რითაც ჩვენ ვიყავით ძლიერი. ჩვენ გვინდა რომ პირდაპირ დიალოგი შედგეს ეთნიკურ უმცირესობებთან, რათა მათ საკუთარ პრობლემებზე ღიად ისაუბრონ მინისტრთან, უმეტეს როდესაც საუბარი არის მომავალი წლის პრიორიტეტებზე, დაფინანსებაზე, ისე რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რომელიც ეთნიკური უმცირესობების საბჭომ მოამზადა. რა თქმა უნდა, საქართველოში რო ვართ, აუცილებელია ჩვენი საქართველოს ქართული ენა რო იცოდნენ ყველა, მაგრამ ჩვენი ასურული ენა, აი ეს მთავარია ჩვენთვის, რომ აი სოფლები არის ქანდან, მცხეთაში და გარდაბანში, ჩვენი ხალხი, ჩვენი პატარა ბავშვები არიციან ჩვენი ენა.